მოგესალმებით, მაკეთებელში მორიგი საქმიანი ამბავის დროა. მე ზაზა კანკია ვარ, საქმის მაკეთებელი. ჩვენ გვაქვს მორიგი შეხვედრა, ჩართვა, სადაც ვისაუბრებ მომდევნო კვირის ამბებზე და გასულ კვირასაც შევაჭამებ. მეტნაკლებად წარმატებული კვირა იყო. გამოწვევები, რა თქმა უნდა, თან ახლავს ბიზნეს პროცესებს და რაც შეეხება მაკეთებელის მეშიც სიჯებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი ჩართულობა დაკავშირებული იყო მაინც გაყიდვების პროცესებთან და გადავწყვიტე, რომ ამ კვირაშიც გარკვეული დოზით შევეხო გაყიდვების ფუნდამენტურ წერტილებს, რომელსაც ყოველდღიურად ხვდებით გაყიდვების მენეჯერები. განსაკუთრებით საუბარი მაქვს მომხმარებლის ნეგატიურ უკავშირზე, როდესაც ადამიანები ყვირიან, შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს და იქცევიან არაპროფესიონალურად, არაადამიანურად და მინდა ეს თემა ჩავშალო. შენც ეხლა მაგალითად რომელიც მე მისმენ, შეიძლება იყო ადამიანი, რომელსაც მაგალითად ყოველდღიურად ურეკავენ 10 ჯერ, 15 ჯერ ყოველთვის შემოთავაზებით, ზოგი კარგად გირეკავთ, ზოგი ისეთი ტექსტით გირეკავთ, რომ მოსმენაც კი არ ღირს, მაგრამ ერთი რამე მინდა რომ გაითვალისწინოთ, რომ ყურმილის უკან არის ადამიანი, ვიღაცის შვილია, ვიღაცის მშობელია, ვიღაცის მეგობარია, ადამიანია, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარ თავს მოუტანოს ლუკმა პური მაგალითად, იშოვოს ორი თეთრი, რომ გადარჩეს დღევანდელ რეალობაში. მოგეხსენება თუ როგორი ძვირია თუნდაც დღეს ცხოვრება და არსებობა საქართველოში. ასევე უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ის ადამიანი, რომელიც შენ გესაუბრება, მისი მიზანი არ არის, რომ შენ დაგაქციოს, დაგაზარალოს ან დაგაზიანოს. პირიქით ის ცდილობს, რომ საკუთარი მომსახურებით დაგეხმაროს, რადგან შესაძლებელია შენს ბიზნესს იმ მომენტში არა, მაგრამ ახლო მომავალში დასჭირდეს. ის ადამიანი ცდილობს, რომ მოკლედ ყველაფერი გააკეთოს, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეს თუნდაც გაყიდვების მიმართულებით ან ზოგადად შექმნას დოვლათი საკუთარი თავისთვის. და შენ, რომელიც ადამიანს ესაუბრები, ესე ვთქვათ, დამამცირებლად შეურაცხყოფას აყენებ, საკუთარ თავს ამცირებ ამით. აჩვენებ, რომ კომპანიას, რომელსაც შენ წარმოადგენ, ყავს დირექტორი, მენეჯერი ან დამფუძნებელი, რომელიც არის არაადამიანი, უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი, რომელთანაც თანამშრომლობას აზრი არ აქვს. შესაძლებელია შენ გაქვს მაგალითად კვების ობიექტი ან სასტუმრო და როდესაც შენ ნეგატიურად ან შეურაცხყოფელი ტექსტებით ესაუბრები კონკრეტულ ადამიანს, ჩათვალეთ, რომ ის ადამიანი გახდება თქვენი ანტირეკლამა და ის საკუთარ მეგობრებთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, არსებულ, ესე ვთქვათ, პარტნიორ კომპანიებთან ყველგან იტყვის, რომ ეს X კომპანია არის არაპროფესიონალები დაკომპლექტებული. ეს იქნება შენი ბიზნესის აქისილეების ქუსლი. მესმის, რომ შესაძლებელია ერთმა ადამიანმა ვერ დააზარალოს ან ვერ დააზიანოს თქვენი ბიზნესის რეპუტაცია, მაგრამ მგონია, რომ ყველა ადამიანი იმისთვის შრომობს და იბრძვის, რომ არ ყავდეს, ესე ვთქვათ, ძალით ნეგატივის გამავრცელებელი ადამიანები, ხო? შესაბამისად, როდესაც ბიზნესი მაინც დაკავშირებულია ადამიანურ ემოციებთან, ადამიანთან და ზოგადად შენი ბიზნესის მომხმარებელი არის ადამიანი. და როდესაც ივიწყებ, რომ შენ შემოთავაზებას გიკეთებს ადამიანი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებ. მაკეთებელი ამ თემასთან დაკავშირებით ერთწუთიან ვიდეოს, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ კიდევ უფრო დეტალურად, რომ საკუთარი თავი ამოიცნოთ და დაინახოთ რეალობა, როდესაც თქვენ მსგავსად იქცევით. ასევე ამ კვირაში შემხვდა რამოდენიმე ძალიან საინტერესო შემოთავაზება კურსთან დაკავშირებით და აქ ვეცდები ცოტა ირონიული და იუმორისტული ამბავი შემოგთავაზოთ და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ერთკვირიანი, ერთთვიანი ან სამდღიანი კურსებით თქვენ ცხოვრებას ვერ შეცვლით. იმიტომ რომ ზოგადად რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე, შეხვედრაზე, სადაც არ უნდა იყოთ და გითხრას და ადამიანმა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ წარმატებული იყო, ეს არ არის გზა, რომლითაც შეიძლება შენ წარმატების მიღწევას. ანუ ყველაფერი უნდა გააკეთო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ ყველაფერი რა არის?
უნდა ვიცეკვო, რომ მაგალითად გაყიდვების მენეჯერის გაყიდვების მიმართულებით წარმატებული ვიყო, თუ წყალში უნდა გადავხდე, რომ კარგი გაყიდვები ვიყო. ხო, ყველაფერი, ანუ ცოტა უცნაური არის ეს, ყველაფერი არ უნდა გააკეთო. სწორად უნდა იმოქმედო ზოგადად, რომ წარმატებას მიაღწიო და სწორად ქმედებას სჭირდება გამოცდილება და გამოცდილების მისაღებად საჭიროა უბრალოდ იმოქმედო. სცადო ბევრი რამე. მაგალითად მიხვიდე კონკრეტულ სფეროში, ნახო შენი შესაძლებლობები. ნახო მაგალითად რამდენად კარგი მძღოლი ხარ პირობითად, რამდენად კარგი დისტრიბუტორი ხარ, რამდენად კარგი მენეჯერი ხარ და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ვარიაციებში უნდა წარმოიდგინო შენი საკუთარი თავი და შემდეგ შეძლებ რომ გადადგა ღირსეული სწორი ნაბიჯები იმისთვის რომ წარმატებულ ადამიანად ითვლებოდე თუნდაც საქართველოში. რასაც რა თქმა უნდა დრო სჭირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოთმინება, ემოციების მართვა არის ყველაზე ძვირფასი რამ და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მოგცემს რეალურად საშუალებას რომ იმოქმედო წარმატებისკენ. თუ მაგალითად შენ გააქვს ემოციები, დაბრკოლებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ჯობია საკუთარ თავს კითხო, რატომ არ ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე მაგალითად იმ სფეროში, სადაც ხარ. რა არის ამის მიზეზი? გრცხვენია? მაგალითად, არ იცი კონკრეტულად როგორ უნდა ისაუბრო ამ კონკრეტულ პროდუქტზე, ან როგორ უნდა გააკეთო კონკრეტულად ეს დავალება, თუ რა არის ამის მიზეზი და რატომ აკეთებ ამ ყველაფერს. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც რეალურად მოგცემს საშუალებას, რომ საკუთარი თავი ამოიცნო და ამოიცნო მიზანი, მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იმოქმედო, ან მოქმედებ და ასე შემდეგ. აი მაგალითად რატომ ვაკეთებ მე ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მე მსიამოვნებ საუბარი და საუბრით შემიძლია საკუთარ თავს შევუქმნა კარიერა, დოვლათი და შესაძლებლობები. შესაბამისად, მე ყოველდღიურად ვცდილობ რომ საუბარი დავხვეწო, განვავითარო და გავხადო იმაზე ძვირფასი და ღირებული, ვიდრე ამჟამად გამაჩნია. თითოეული ჩემი წამოწყება და ქმედება უკავშირდება ამ მიმართულების განვითარებას და რაც უფრო მეტად განვითარდება და დაიხვეწება, მით უფრო მეტი შემოსავალი მექნება ახლო მომავალში. მსგავსად შეგიძლია იფიქრო შენს პროფესიაზე და საქმიანობაზე. თუ ამ მეთოდს გამოიყენებ და ჩემი უკავშირი დაგეხმარება, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ შაბათ-კვირას ვიყავი ვისკის ფესტივალზე. და ძალიან გაოცებული და გაკვირვებული ვარ ამ ყველაფრით, რადგან არ მოველოდი ისეთი ჩართულობა, ისეთი ორგანიზებულობა, ისეთი დახვეწილი, ესე ვთქვათ, ნიუანსები იყო წარმოდგენილი კონკრეტულად ამ ფორუმზე, რომ დიდი ხანია ესეთი, ესე ვთქვათ, მოწესრიგებული ამბავი არ მინახავს ღონისძიებაზე. ადამიანები მოსულები იყვნენ კონკრეტული მიზნით, მათ აინტერესებდათ კონკრეტული პროდუქცია, მათი გასინჯვა და დეგუსტაცია და ასე შემდეგ და მივხვდი რომ სითხე რომელთანაც მე აქტიურად არ თანამშრომლობ და არ ვურთიერთობ არის შესაძლებლობა რომ საერთოდ სხვა მიმართულებით განვითარდე. ანუ სითხე რომელიც მოგცემს საშუალებას რომ იპოვო ძალიან მაგარი საქმის მაკეთებელი ადამიანები და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებაზე დავიწყო ფიქრი, რაღაც დოზით დავუმეგობრდე და გავიგო რეალურად რატომ მოსწონთ მაგალითად ვისკი, რატომ ანიჭებენ უპირატესობას და რა არის მიზეზი, როდესაც ვისკი ასე აერთიანებს ამ ადამიანებს. ანუ რატომ არის ეს სითხე ისეთი ძლიერი, რომ შესაძლებელია ერთმა ბოთლმა გაპოვნინოს მაგალითად შენი გრძელვადიანი კარგი ბიზნეს პარტნიორი. თუ ამ თემაზე, ამ საკითხზე გააქვს პასუხი, შეგიძლია კომენტარებში დამიწერო შენი მოსაზრება, რადგან ძალიან საინტერესო დაკვირვების პროცესი მეწყება ამ თემასთან დაკავშირებით და ვეცდები, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ყველაფერს დავაკვირდე. ეხლა პარალელურად, რა თქმა უნდა, გვერდზე ვეცდები, რომ ჩავსვა ის კადრები, რაც მომენტალურად, ესე ვთქვათ, გადავიღე და დაახლოებით წარმოდგენა შეგიქმნი თუ რა ხდებოდა კონკრეტულად ღონისძიებაზე. და მაქვს ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა ძალიან მალე მაკეთებელი კონკრეტულ პროდუქტს ჩაუშვებს ბაზარზე, რომელიც დაგეხმარებათ ძალიან მარტივად ჩაინიშნოთ თქვენი ყოველდღიურობა და ეს პროდუქტი იქნება თქვენი ყოველდღიურობის დაგეგმვის შესაძლებლობა. ან უბრალოდ ინფორმაციის მატარებელი.
ან უბრალოდ თქვენი კარგი მეგობარი, ან თქვენი საიდუმლო მეგობარი და ასე შემდეგ. ძალიან მალე, მოკლედ ამ ყველაფერს გაგიზიარებთ და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და გახდებით აქტიური მომხმარებლები იმ პროდუქტის, რასაც მე შემოგთავაზებთ. და როდის იქნება და რა ფორმით იქნება, ამას ძალიან მალე გაიგებთ. მესმის რომ ეხლა მაგალითად YouTube-ზე ჩემი კონტენტი, რასაც ეხლა მე ვაკეთებ, ძალიან ბევრისთვის არ არის მიმზიდველი და ისეთი, ესე ვთქვათ, კონტენტი, რომელიც მაგალითად ძალიან სწრაფად გაისვრის და მომცემს მაგალითად ბევრ ჩართულობას, გამომწერებს და ასე შემდეგ. მე ახლა ეტაპს გავდივარ, რომ ვისწავლო ბევრი ნიუანსი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად ვიდეოს ჩაწერასთან, ვიდეოზე საუბარი, მაგალითად ვიდეოს შექმნაზე და ეხლანდელი რესურსი რაც გამაჩნია, მინდა ის რესურსი ეტაპობრივად ისე ავითვისო, როგორც შემიძლია. რა თქმა უნდა, ამ რესურსის ათვისება სხვადასხვანაირად კიდევ არის შესაძლებელი, რაც რა თქმა უნდა გეგმაშია და ამ გეგმის შესრულებას რა თქმა უნდა დრო სჭირდება, დრო და რესურსი. ყველაზე მნიშვნელოვანია უბრალოდ ვიმოქმედო და ვცდილობ რომ ეს ყველაფერი შევძლო. შესაძლებელია ახლა მაგალითად ჩემს ვიდეოებს 7-დან 24 ადამიანამდე, 70 ადამიანამდე უყურებდეს ჯერჯერობით, მაგრამ ეს იმისთვის მჭირდება, რომ საკუთარი თავი განვავითარო. მე ამ ყველაფერს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ უკვე მყავდეს მაგალითად მილიონი გამომწერი. მე ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ საკუთარი თავი განვავითარო. რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდება, ესე ვთქვათ, კამერასთან, მით უფრო მეტად მექნება შესაძლებლობა, რომ ახლო მომავალში შევქმნა ისეთი კონტენტი, ისეთი მიმართულება, რომელსაც ეყოლება აქტიური და ძლიერი community, რომელიც შექმნის, ესე ვთქვათ, ღირებულებას როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ჩემთვის. რადგან ზოგადად რომ იცოდეთ, ადამიანები ქმნიან კონკრეტული ბრენდის ღირებულებას. როდესაც ადამიანები არ ყავს ბრენდს, ბრენდიც არ არსებობს. შესაბამისად, მე და მაკეთებელი ახლა შენების პროცესში ვართ, ვითარდებით, ვშრომობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ვიყოთ ყველასთვის მიმზიდველების რესურსი, რომელიც მათ დაეხმარება საქმის კეთებაში. სულ ეს იყო, რაც ახლა ამ ეპიზოდისთვის მინდოდა გამეზიარებინა. ალბათ მომდევნო ვიდეო კიდევ უფრო კარგი, დახვეწილი, მიზანმიმართული და კონკრეტული მესიჯის მატარებელი იქნება, რომელსაც უფრო მეტი ნახვა ექნება. შეგიძლია უბრალოდ ერთი ღილაკის დაჭერით გამოიწერო გვერდი, დაალაიქე ვიდეო და დაელოდო შემდეგ საქმიან ვიდეოს და იმ rilsებს, რასაც გავაზიარებ ზოგადად ბიზნესთან დაკავშირებით. კონკრეტული rils ვიდეოები და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ბიზნესის წარმომადგენელს, როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებელს დაეხმარება განვითარებაში. მოკლედ, დაელოდეთ შემდეგ საქმიან ამბავს. მე ზაზა კანკია ვარ, საქმის მაკეთებელი.